წამოაბა მეტეოზე ავიდეთ ცოტა ხანი. ახლოდან გაჩვენოთ. აი ეს არის უჩიხვის გადავიდი. და იქაც რა ხელა კვალიათი სახე ჯოგის. ამ ხელა თოვლია. ჩამოსვლა მოგვიწია ბილიკი აღარ არის. დიდი გზა გვაქვს, მაგრამ უმაგრესია აქაურობა შემოდგომაა და ფათოლცვენა აი აქ შუა წელზე უფრო არის შესამჩნევი ვიდრე დაბლა ვაკეზე და ძალიან ლამაზია აქაურობა. აი ძალიან პირველი შესვენება ცხენებს ავასვენებთ, ჩვენ ცოტას დავისვენებთ და მოუყვებით შემდეგ ნახევარზე მეტი ამოვიარეთ. მაგრამ წინ კიდევ რთული და გრძელი გზა. აჩო. მიდი. არა 15. გავიდეთ აბა სუბალპური სარტყელის პირველი ემოცია ვნახოთ. ეს ადგილი არის პირველი შთაბეჭდილება იმ ხალხისთვის, ვინც პირველად მოდის აქ და პირველად ასფალიერებს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ალპურ ზონებს. ეს ჩაუტლეები იქით არის ტბა. მანამდე კი სუბალპური ზონა, პირველი მინდორი ბილიკიდან. თან ცხენზე ვზივარ, თან საინფორმაციო ვიდეოებს ვიღებ. ასკილი ხომ იცით? ველური ვარდი. ძალიან ლამაზია, როცა ყვავილს, ეს არის თეთრი. ამ კონკრეტულად იღას. ეს კი დაყვავილებული უკვე შიგნით რომ თესლი აქვს. ამას შეაგროვებს ადამიანი, ადუღებს ან ადუღებულ წყალში ჩაყრის და მირთმევს როგორც ჩაი. გამაჯანსაღებელი ნაყოფია, ძალიან სასარგებლო. იქეთ ამ ხარის კოტეჯებთან თუ იყო, შევაგროვებ და მისი მომზადების პროცესსაც გაჩვენებთ. ახლოდან დაგათვალიერებინებთ ძალიან ლამაზ ადგილას ხომ დგას, თვითონაც ხო ძალიან ლამაზია და ხედებია კიდევ შეუდარებელი. ამოვედით როგორც ნახეთ და ეხლა დავლაგდებით ცხენებს, მოვხსნით უნაგირებს, დავასვენებთ, ჩვენც დავისვენებთ პირველი დღის საქმეს მივხედავთ და დანარჩენი შემდეგ დღეებში. აქ თავშესაფრებში დამონტაჟდა საშხაპე ოთახები და ჰელიოსისტემის გამათბობლები, წყლის გამათბობლები. ხო და მაგაზე ვართ ამოსულები, რომ ამ პროექტის ფარგლებში ოპერატორმა გადაიღოს თუ რა გადაყენდა. შემდეგ იქნება რაღაც კლიპი, სადაც იქნება ეს ნაჩვენები. მე ახლა ჩამოვდივართ ქვედაბინას, აქ გადავიღებთ, მე რეალურად ზედაბინას გადავიღებთ. და ხვალ წავალთ უკვე ტბისკენ, შავკლდეების ტბისკენ და დემიდოვის თავშესაფარს გადავიღებთ. თავშესაფარი მეტეო და მისი ეზო.
აი მზის პანელები, უბრალოდ გამათბობელი წყლის იქით პანელები, აქეთ ერთი საპიკნიკე. მშვენიერი ადგილია, ხედებიც არაჩვეულებრივი. გამოსახულება ნახეთ როგორია. თითქოს ხელის გაწვდენაზეო. და თან უზარმაზარია. აქ ხეობა, აქ ჩანჩქერი. ნახატევით არის აქაურო. თან რამდენჯერაც და რა სიხშირედაც არ უნდა იარო, არ გბეზრდება რა. უზარმაზარი პანორამა. თან რო ცდილობ გადაიღო მისი მასშტაბი, საერთოდ ახლოსაც არ არის ეკრანის მიღმა იმ ყველაფერთან, იმ სიდიდესთან რამხევაც სინამდვილეში არის. ხო და როცა ასეთ ადგილებში ხვდები ადამიანი, ან უნდა დაждდე და გადაიღო სურათები და სინამდვილე ეკრანს მიღმა დაგრჩეს. ვერ ნახო. გინდა ესეთ შემთხვევაში გინდა ტელევიზორში გინახავს, გინდა YouTube-ზე გინახავს, გინდა რა ვიცი, ეკრანს მიღმა არ ითვლება მოკლედ რა. გადაღება კარგია, ვცდილობ რომ მაქსიმალურად გადმოგცეთ, მაგრამ ხშირად თიშავ ყველაფერს რომ დავჯდე და უყურო, იმიტომ რომ თუ გინდა აღიქვა ის რაც ახლა ხედავ, გადაღების პროცესში არ უნდა გალიო სინამდვილე. ობიექტივში არ აღიქმება რეალური სურათი. აი ეს კლდოვანი სალიკლდეები და რაღაცები რაც არის, სულ ჯიხვების სამფლობელოა. ბინოკლით რომ დადგები, აუცილებლად ნახო. აქედან ჩამოდიან, ესე ჩამოვლენ. მე ცოტა ტყიანში შემოვლენ, დიყმა შემიშალა ხელი. დიყი ხო იცი, ცუდი მცენარეა, წვავს. ოღონდ როდესაც უცხალია. ხო და აი აქ დარბიან ჯიხვები. ვიღებს ახლა იმ ინვენტარს რაც განთავს და ბეკონდა რაც მოუკლიფეცო და საღამოს ჩაისთვის. ბინოკლში გავიხედოთ, აბა ხეობის მიღმაც უნახავთ რამეს. ძალიან ლამაზი შუქჩერდილები აქვს აქედან ხეობის მიღმა ხეებს, აი ძალიან, მაგრამ ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ტელეფონის ზომი განყოფნეს. მაგრამ ულამაზესი სანახავია აქაურობა. ეხლა დაისი რომ დაიწყება, მე გადავიღებ კარგ კადრებს. ერთი კადრი აქვე ავიღოთ. ფერდზე უნდა ავიდეთ, მე და მათე. მათეს ვინც აიცნობს, ანუ რეინჯერის დღეურის მაყურებლებიდან მათე პროდაქშენი ქვია, ხო? გვერდი, ლაგოდეხელი, მე და მათე ვაციფროვლებთ ლაგოდეხს. ხარილმები, ჯიხვები, რაღაცები, ვისაც გაინტერესებთ, გადადით, გამოიწერეთ მისი არხი. ეხლა ავალთ ჩვენ ფერდზე და გადავიღებთ შეიარაღებულები ვართ კამერებით, დურბინტებით, ბინოკლებით, უბრალოდ და ნახოთ რა გამოვა ზემოდან. ამიღო შეფერილო. მიფარა ხურბელს მზე. აი ესე დაისი არ იყო როგორც გინდოდა, თან ისლის არ ამოვიდა. მაგრამ არა უშავს წინ კიდევ გვაქვს დრო და ვეცდებით რომ შემდეგ გადავიხოთ. კიდე ამ ყინვაში ნახეთ ყვავილი. ბაია თუ რა არის. დღევანდელი დღე ჩავატარეთ. შვიდობიანად რამდენიმე საქმე გავაკეთეთ და შვიდად მოვთავსდებით ახლა და მაგრამ დილით გვაქვს იდევ შორი უკვე ალპურ ზონაში გთოვლია და ვეცდებით რომ უსაფრთხოდ გავიაროთ. კაშრა ცეცხლის განთების სპეცოპერაციას ატარებს მათი.
მიყვარს. ეს თელ გვეყოფა ყველას მოუნდინია რომ შენ სულ ხოლმე ამას? რა, ბექონდა. ხანდა. აი ხანიან დამი. დეკას ლასკილი შევს. კი ვთქვით უნახე მოვკრებთ კომარზე ვის აღარ იყო და აღარ დაუკრეთ. რაღაც ვიდეო ჩავწერე პატარა იმ 1-2 წელი ავიღე და ხვალია კი, მაგრამ დაუკრე. დაუკრიფოთ ცოტა მე და ვნახოთ ეს ყვავილი არის ამის აღარ გამშლელი. ხო ბექონდარაზე ამბობენ რომ ყველაზე კარგი და ის გამაჯანსაღებელი თვისებები მაშინ აქვს როცა ყვავილობს. ყვავილობის დროსაც დაუკრიფე. მაქვს ამაზე ვიდეო ჩაწერილი და ნახეთ ეგეც. კარგად გამოჩნდეს აბა. გაიმან ჩუქჩა აქ. გასწორე. ესენი არიან ხარი. ახერა ხელა. ხვალ ვიღებთ? ვიღებთ. ამის გამო გავდივართ 5 საათზე დილის. დავაი. დილის 6 საათია და ყველაფერი რიგზია. გავდივართ ახლა 6 კი არა და 5. 5 საათი. თვარეზე დიჩი გვაქვს. ანგირი მთვარე, დაბლა კაბალი. ეხლა გავვალთ, ვეცდებით რომ ჯიხვები ვნახოთ და მერე გადავიწევით შავკლდეების ტბისკენ. ხამია ჯერ კიდევ და არაფერიც არ აჩენს. რა ვაფიქსიოთ, ეს არის მათეუსი. გაზიან თუ ყავას დავლევთ. ეს არის აუთო, აუთიუსი შეგიძლია დამიძახოთ. სიბნელის გამო არ ეს არის მთვარე და აქედან ეხლა გაჩვენებთ კარგ ხედს თუ გამოჩნდა. არც ისე. ეს აზერბაიჯანის ხედია. ეს საქართველოსი. აი ეს კი გამყოფხეობა საზღვარი. მაგრამ ჯერ ხამია და არაფერიც არ ჩანს. თან ძალიან ცივა, ძალიან. ეხლა მოკლედ. ვეძებთ ადგილს, სადაც ქარი არ არის. სადაც ქარი არ არის, ეგეთი ადგილი არ არსებობს. ქვის უკან. ქვის უკან. აი ამ ქვის მაგალითად. ოც ეხლა განთიადიც. იწყება. ახეთ რა მაგარია. რა ფერებია უბრალოდ. სამყარო რა ფერებში აღიქმება ადამიანისთვის ნახეთ. ცოტა ხანში განათდება უფრო და ვნახოთ აბა როგორი აისი გვექნება. დავინახეთ ხარი მე აი გახდა ხავეცდებით ვიპოვოთ აი აქ აუ დიდი ხარია ძალიან ბინოკლით ხედავს მაგრამ ზუმი არ ყოფნის ტელეფონზე რომ ის დავიჭირო რომ დავაფიქსირო მაგრამ ბინოკლით კარგად ჩანს ძალიან კაი სანახავია ძალიან სერზე მიდის თან ძოვს, აი ტიპი არის ძალიან. თან ისეთი ფერია, აი ზამთრის ბალახი ახლა რაც არის სუსტად მაგფერია და შორიდან მასე ჩანს. ერთული შესამჩნევია. ძალიან ძმა, აი ძალიან. თასიცევზე ხელები გაანკალებს და ვერ ვიჭირწესია. აუ რა კაი ტიპია. სტოენა გესმის? აუ.
ბიჭო, შურთხები, შურთხების გუნდი იყო, ან ვერ მოვასწარი გადაღება. რომც ამომეღო ტელეფონი, მაინც ვერ მოვახერხებდი, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ჩაეშვნე ხეობაში. ისო ბინოკლი და ისევ ჩემი სიამოვნება ბოდეშით, მაგრამ ვერ გაჩვენებთ. აი მშვიდად დადის სტატით ჩემი არის აქაურობაო და თან მისეირნობს, თან ბალახს. ძალიან კაი ტიპია. ძალიან თამბიჭდავი აქაურობა აი ძალიან. გამოვიდით ხა იქ. კიდევ არაფერი მოძრაობდა და ღირადგან მოკლე გვაქვს, უნდა ვიჩქაროთ. დღეს უნდა ავიდეთ ტბაზე, მეორე კოტეჯი გადავიღოთ. გამოვბრუნდეთ უკან, ამიტომ გზელი დღე გვაქვს და თან ცივი. ლიცემა გახშირდა, სუნთქვა გაჭირდა. დაახლოებით 2000 მეტრზე ვართ ჯერჯერობით, ან ცოტა მაღლა. ჩემი ჯულბო სახლში დამრჩა სათვალე და ცოტა დამეთხარა უკვე თვალები. ლაგოდეხელებო, ლაგოდეხიდან მთავრო ჩანს ფერდობების და ალპური ზონების მიღმა, შავი მთავრო ჩანს, აი შავი კლდოვანი, შავი კლდეები. აი სწორედ ის მთა არის, საკმაოდ ახლოს ვართ. ჩვენი სამი ტბა, აქედან ორი კუნძულებიანი. სამ ტბა ქვია ამას? კუნძულებიან ტბაში და. ამ ხელა თოვლია. ჩამოსვლა მოგვიწია, ბილიკი აღარ არის. ჩექმა გამიხადა დავახვიე რაღაცა. ეს ყავთ. ორი აღარ ჩანს. ბრწყინვალება ნახეთ. ბრწყინავს აქაურო. ან დავსურვით. აგა მოვედით ტბასთან. გაყინული. ტბასთან ვართ უკვე. და ყინულს აქვს ძალიან უცნაური ხო? სასაცილო ეტყობა ჰაერს რო იგებს. რაღაც მსგავსი თლიანი ტბა გაყინულია და ყინული გამოსცემს მოკლედ ხმებს. ეხა ვეცდები რომ მოგასმეინოთ თუ ჩაიწერს ტელეფონი. ძალიან ისმის, ძალიან, მაგრამ არ ვიცი ტელეფონი რამდენად აღიქოს. რა არის ახლა ეს შავი კლდეების ტბა? კაი ტბა არის მოკლედ, რომელიც ძალიან აქტუალურია და ძალიან პოპულარული ვიზიტორებისთვის. სახელმწიფო საზღვარია 40% ჩვენია, 60% დაღესტანის, ну დღევანდელი რუსეთის. ამიტომ აქ როცა მოდიხართ და გადაწყვეტთ რომ უნდა მოინახულოთ შავი კლდეების ტბა და ზოგადად ლაგოდეხის დასავლეთ ტერიტორიები, თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი, რომ შეძლოთ გადაადგილება. ნაღულე ჯიხვებს სად არის ასული შეხედეთ ყვალი. აგერ მწვერზე ჩამოირბენენ, აირბენენ თითქოს
არაფერია მათთვის თითქოს კი არაფერია იქითაც რა მხელა კვალია ნახეთ მაგარია რა იქნებ ნახოთ რა ახლოდან გაჩვენოთ აი ეს არის სულ ჩიხვის გადავლილი და იქაც რა მხელა კვალია ისახ ჯოგის აირბინეს ძალიან მშვენივრად ხედი დემიდოვის ბინიდან ეს არის დემიდოვის თავში საფარი წრიული ბილიკით სარგებლობა ვისაც სურს მეტეოდან ამოდის და აქედან ჩადის დემიდოვის გადაღებაც დავასრულეთ და წავალთ ახლა ისე უკან მეტეოსკენ აუ სათვალე როგორ დამწერ აი ესე უნდა ვიარო მთელი გზა მიმართულება საითაც მივდივართ ჩვენი სვლაგეცი აქ მაღლა სერპანტინები რომ არის მაგარი დაკიდებულია აქ უნდა ავიდეთ შემდეგ აი ფერდობი რო არის აი თეთრი რო ჩანს ამას უნდა შემოუვაროთ იქიდან იქ კარგი ხედები არის იმას გადავიღებ იმასაც გაჩვენებთ ძალიან ლამაზად არის და სამი მთა უნდა ჩავიაროთ სამი მთა და ჩავიდეთ მეტეოზე იმ დაღმართები რო დაიწყება იქ უკვე ფეხით უნდა ვიაროთ მთელი გზა თორე ძალიან ციცაბო დაღმართია და საშიშია ეს ჩვენი პანორამა აჩუ აქედან მაქვს ერთი ფოტო გადაღებული დაახლოებით 6 წლის წინ ამ ხეთზე ზუსტად მაშინაც თოვლი იყო ოღონდ ამხელა არა ძალიან ბევრი ყორანი ირევა აი ძალიან აი რამდენია თუ ჩანს ახლა არ ვიცი აქ წეს უნდა ჩანდეს ბერი და ყორანი წაგიკითხავთ ბერი და ყორანი ო არა აქედან ვინმე წაუკითხავს ბერი და ყორანი ბევრს ექნება წაკითხული დარწმუნებული ვარ მაინც მაგარია წაიკითხეთ ვისაც არ წაკითხავთ აფრინდნენ კარგი კადრიც გამოგვივიდა იმგონი ძალიან თუ არ ქანაობს ამათა მაგარი თამაში იციან ერთმანეთს საკვებს დასტრიალებენ აქ სადღაც რაღაც იქნება ან ეძებენ ლეშს ხო ლეში ჭამიები არიან ყორნებით ყვავებით ჭილყვავებით ეხლა ეძებენ რაღაცას აგერ დღევანდელი დღის გეგმა შევასრულეთ 6 საათია ეხლა დავუბრუნდით კოტეჯში ეს არის მიზეზი რის გამოც ვართ აქ მზის პანელები დაყენდა მზის პანელები დაყენდა საშხაპეები რომელიც ასევე მზის გამათბობელზე არის გაჩვენებთ ეხლა აი ეს სისტემა და საშხაპე კოტეჯში ასევე არის განთავსებული აკუმულაციური სისტემა რაც ენერგიას ინახავს და შემდეგ შეიძლება სტუმარს დატენოს ნებისმიერი სახის ან ტელეფონი ან პაუერბანკი ან ფოტოაპარატი ნებისმიერი სახის ტექნიკა მაგრამ არ ვიცი რატომ სჭირდება ამ ხალხს მითითება რომ არ უნდა გააფუჭო და არ უნდა დააზიანონ მაგრამ სჭირდებათ ფაქტია ხო ეს არის ეს სისტემა დაერთებული არის პორტები Type-ები, ძველი iPhone-ის დამტენები, Android-ების, ან ნებისმიერი სახის ტექნიკას შეძლებს რომ დატენოთ. უბრალოდ ნუ რავი, ნუ შეეხევით. ნუ დააზიანებთ რა. გვჭირდება ის ხალხს. ყველა არიგოზე გადავიღეთ. ხვალ კიდევ დავეშვებით უკვე ქვევით. 12 საათიანი გასვლა გამოგვივიდა. არა, მეტი 13, 5-ზე გავედით დილის 5-ზე. და შემოვედით 6 უბრალოდ მოვედით 6. იქ მოწესრიგება რაღაცების ნივთების ჩამოლაგება. აქეთ იქით და მაგანაც წაიღო სადღაც 9 საათი. საკმაოდ შრომატევადი გასვლა იყო კლიმატის გათვალისწინებით. თოვლი იყო 9 გზა და ცხენები ცალკე იღლებოდნენ, ჩვენ ცალკე ვიღლებოდით.
ძალიან გციოდა თავიდან მით უმეტეს. მზე რომ ამოვიდა ხო საერთოდ დაგვიწვა რა ვიცი სახე თვალები. სათვალერო სახლში დამჭა ეგ კიდევ ცალკე პრობლემა. მაგრამ საბოლოო ჯამში თავგადასავალია ისეთი მრავალფეროვანი რომ რაღაცებად დაღლად და ფიზიკურ დატვირთვად გიღირს. ლაშქრობის შემთხვევაში ზოგი ფიქრობს რომ მთავარი არის დანიშნულების ადგილი, არა და ასე არის. დანიშნულების ადგილამდე მაგალითად შავი კლდეების ტბა ძალიან ლამაზი ადგილია და ესთეტიკური და სანახაობრივი მასშტაბური და ასე შემდეგ, მაგრამ 3 დღეა ხანგრძლივობა ამ ტურის. 3 დღის განმავლობაში უნდა იარო, დაიტვირთო ფიზიკურად, ძალიან დაიღალო და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ ტბისთვის არ უნდა კეთდებოდეს, ეს უნდა გიღირდეს ადამიანს, რომ ამ დროის მანძილზე რაც დადის ადამიანი ლაშქრობაში, თითოეულ დეტალს რო დაუკვირდეს. მერწმუნეთ რომ დანიშნულების ადგილი უკვე მეორეხარისხოვანი იქნება. 3 დღის განმავლობაში ველურ პირობებში და ველურ ბუნებაში ადამიანი იმდე რაღაცას ნახავს, რომ დანიშნულების ადგილი იქნება მეორეხარისხოვანი, იმიტომ რომ დღეს მაგალითად ირემი ვნახეთ. ჩემთვის ირემი უფრო ესთეტიკური და კარგი სანახავი იყო, ვიდრე მაგალითად ტბა. ამიტომ ატარეთ თან ბინოკლები, ვისაც მონოკულარი აქვს, მონოკულარი ატაროს, ფოტოაპარატები და დაკვირვების შემთხვევაში შეგროვდება ძალიან დიდი მასალა. რაც იქნება თავგადასავლის ნაწილი. დანიშნულების ადგილი კი უბრალოდ დარჩება ფორმალობად. სინამდვილეში ბიომრავალფეროვნება უფრო მეტად ესთეტიკური არის, ვიდრე რაღაც ჩანჩქერი პირობითად ან თქვათ ტბა. თუ სტუმარი გადაადგილდება მინიმალური ხმაურით, დიდი შანსია, ძალიან დიდი შანსია რომ რაღაც ნახოს. მნიშვნელოვანია რომ ხმაურის გარეშე მოხდეს გადაადგილება ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ბიომრავალფეროვნება ცხოვრობს, სადაც ბევრი ნადირია. რეკომენდაციების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. წამოდით ისე რომ წამოიღოთ ბინოკლი და დააკვირდით ხეობებს, კლდოვან ნაშლებს და აუცილებლად ნახავთ იქ რაიმე სახის ნადირს. მოდის მათი ცხენებით და დავუშვებით უკვე სახლისკენ დღეს. ვირთმევენ დღის მარაგს. ამას ჯერ წეხლი გამოქნეული არ იქნება. აი ამ დროს იცი ხო. ზამთარში ია ვინმე თუ უნახავს, კიდევ შეგვიძლია ვნახოთ. ჩავედით თითქმის. ბოლოს შტრიხებიღა და გავალთ უკვე ქალაქთან. რატო უნდა დაწესდეს? რავი, არ ვიცი.